გენერალური პროკურორის მოადგილე 18 წლიანი სტაჟით პარასკევს დაემშვიდობა თანამშრომლებს და უთხრა, რომ ამ ძიმე პოლიტიკურ რეალობაში ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე საჯარო უწყებაში, სახელმწიფო უწყებაში მუშაობა მისთვის იყო წარმოუდგენელი და ის წავიდა. ჩვენ ვცდილობთ დაკავშირებას მთავარ პროკურატურასთან ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა ჩვენ სატელეფონო ზარებს კაპიტაშვილის უწყებაში არ პასუხობენ. წყარო პირველებს უდასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ ნათია მერებაშვილი საბოლოოდ გამოიმშვიდობა ამის თანამშრომლებს, მან დაცალა კაბინეტი არადა 18 წლიანი სტაჟით, საკმაოდ კვალიფიციური თანამშრომელი წლების განმავლობაში ემსახურა პროკურატურას, ბოლო 5 წლის განმავლობაში იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს, მას ებარა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები, საერთაშორისო დონეზე ურთიერთობდა მეგობარ სახელმწიფოებთან და საკმაოდ მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა. ადამიანები, რომლებმაც წლები გაატარეს მასთან ერთად, იცნობდნენ, იციან მისი კვალიფიკაციის შესახებ, ამბობენ, რომ მას საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და როგორც თავადყვებიან ეს ადამიანები ყოფილ ძალოვან უწყებაში მომუშავე ყოფილი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ მათ უკვირდათ ამ დროის განმავლობაში მერებაშვილი რომ რჩებოდა ამ პოზიციაზე, თუმცა მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ყოველთვის წინააღმდეგობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ წამებაზე, არა ადამიანურ მოპყრობაზე, როგორ ექცეოდა ივანიშვილის რეჟიმი მის მოქალაქეებს, აქციაზე მდგომ მოქალაქეებს. ნათია მერებაშვილი საზოგადოებას მინდა შევახსენე, რომ იმ ჯგუფში იყო, პროკურორების იმ ჯგუფში იყო, რომლებიც მუდმივად აპროტესტებდნენ სისხლიან ნოემბერს წამებას და არა ადამიანურ მოპყრობას. ის მის პოზიციას საჯარო დაფიქსირებდა ყოველთვის უწყებაში და ამის შესახებ ყველა ხელმძღვანელი პირი იყო ინფორმირებული. მან ეს ნაბიჯი გადადგა სწორედ პარასკევს და გამოიმშვიდობა თანამშრომლებს და როგორც მან თქვა, მისთვის იყო მიუღებელი ამ ძიმე რეალობაში საკმაოდ მნიშვნელოვან პოსტზე მუშაობა. იგივე თაობის ადამიანია, როგორც ნათია მეზრიშვილი, ლონდა თოლორაია. ეს დაახლოებით ერთი სტილის ხალხი იყო, ანუ კარგი სპეციალისტები, განათლებული, ნასწავლი ხალხი და მნიშვნელოვნად განსხვავებული აი ესეთი ტრადიციული პროკურორებისგან, როგორებიც იყვნენ და სამწუხაროდ კვლავ არიან პროკურატურის ხელმძღვანელობაში. ცოტა არ იყოს მიკვირდა, რომ ამდენ ხანს შემორჩა ნათია მერებაშვილი ამ სისტემას, იმიტომ რომ პირველი და მეორე წელი არ არის, როცა ამ ასე თქვათ, ამ ხელისუფლებამ გადაუხვია კანონის და სამართლის უზენაესობის გზას, ახლა უკვე საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების გზასაც და ახლა ამაზე ახლა ბევრს არ ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც სადღაც მისი გვარი გაიჟღერებდა ხოლმე, რომ იგი კვლავ პროკურატურაში მუშაობს, ეს ცოტა არ იყოს მე მიკვირდა. სწორი ნაბიჯი ყოველთვის მისასალმებელია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ასე თქვათ, ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს და ეს არის შეუქცევადი პროცესი და ამას ხელისუფლება ვერავითარი რეპრესიული კანონმდებლობით ვერ შეეჩერებს. ძალიან კვალიფიციური კადრი იყო გენერალურ პროკურატურაში, თუ სწორად მახსოვს 15 წელზე მეტი, შეიძლება კიდევ უფრო მეტი სტაჟის მქონე ადამიანი იყო და ძალიან კვალიფიციური მოხელე. ვერ გაუძლო იმ ასე ვთქვათ, შინაგან მორალურ დილემას და ჭიდილებს, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს დღეს სისტემის შიგნით აქვს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში. ეს სერიოზული პრობლემა იქნება ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის, დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის, შემდეგი კვირების და თვეების განმავლობაში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი დადგება ამ დილემის, ასე ვთქვათ, ზღვარზე. როგორც მოისმინეთ, სისტემიდან წამოსული ადამიანები ამბობენ, რომ დაწყებულია სისტემის ჩამოშლა და ეს არის გარდაუვალი პროცესი. ისინი პროგნოზირებენ, რომ მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს თანამდებობას. არ არის საუბარი მხოლოდ საჯარო მოხელეებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც დაბალ რგოლში მუშაობენ. საუბარია უკვე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირებზე, რომლებისთვისაც მიუღებელია ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ის პოლიტიკური მძიმე რეალობა, რომელიც დღეს დგას ქვეყანაში. საინტერესო არა პოზიცია ექნება ახლა მთავარ პროკურატურას, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას არ გავრცელებია. მადლობა, ეს იყო სოფონიაური.